რომ ექნებოდეს? მე ძმას ექილთა წავიყო ყოველთვის. ჩემი ძმები ყოისავთ და 12 ძის ვარდება და კუნძულში ვარდება. და გონია მოკდეო და მე ვიწყებ ტილის. ძალიან აღვათარი რა. დედიკოს ექიმთან ვერ მიხავს? ვერა და იმიტომ ფული არ გვაქვს ჯერ. ეს 7 წლის მათეა. ეს კი მისი ფეხმძიმე დედიკო, რომელიც სადაც აიმშობიარებს და მეოთხე ანგელოზი შეემატება მესხის ოჯახს. რამდენიმე დღეში პატარა გოგონა დაიბადება. უბედურება კი ისაა, რომ ახალდაბადებულ ბავშვს სამშობიაროდან ამ ქოხში მოიყვანენ, რომელიც ავარიულია და სადაცაა ჩამოინგრება. სახურავიდან წყალი ჩამოდის, ფანჯრები ჩატეხილია, იატაკი და კედლები კი დამპალი. ახალგაზრდა ფეხმძიმე დედის გული სევდით და დარდით არის სავსე. მისი 5 წლის ვაჟი ალექსანდრე ავატარის ეპილეფსიური შეტევები აქვს. კრუნჩხვებში ვარდება და სიკვდილამდე ერთი ნაბიჯღა აშორებს ხოლმე პატარა ანგელოს. საბრალო დედა ძილის დროსაც კი არ არის მოსვენებული, რადგან არ იცის მეორე დღეს მისი შვილები ისევ საწოლში გაიღვიძებენ თუ ნანგრევებში. ამის წარმოდგენაც კი ძარღვებში სისხლს გაუყინავს ადამიანს. 27 წლის გვანცა, რომელიც დღე-დღეზე იმშობიარებს, აი ასე ბარავს მიწის ნაკვეთს. ის გმირი დედაა, ის გმირი ქართველი ქალია. შეჭირებულმა ოჯახმა ატიოსანი შრომით შეგროვებული ფულით მრავალი წლის წინ პატარა სახლის მშენებლობა დაიწყო, რომ ავარიული ქოხისგან თავი დაეღწიათ ბავშვებს. სამწუხაროდ უფლობის გამო სახლის აშენება ვერ შეძლეს. აქ მხოლოდ კედლებია. სასოწარკვეთილმა ფეხმძიმე ქალმა ჩერნოვეცკის ფონდში დარეკა და მორიდებით ითხოვა, რომ იქნებ მისი და მისი შვილების ამბავი თქვენამდე მოგვეტანა კეთილ ადამიანებო. ჩვენ პირობა შევასრულეთ და ახლა ჯერი თქვენზეა. ვიჩქაროთ, სანამ დიდი ტრაგედია დატრიალებულა, თორემ ამას ვერასდროს ვაპატიებთ საკუთარ თავს. გახსოვდეთ, რომ თქვენ მიერ გაღებული თუნდაც თითოლარით 4 პატარა ანგელოს თავშესაფარი ექნება. უფალი არასდროს დაგივიწყებთ ამ სიგეთეს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.